ჩემთვის ნამდვილად აღმოჩენა არ არის, მაგრამ მზეზე მხოლოდ ადამიანები არ ვიწვით, მცხუნვარე მზემ შეიძლება მცენარეებიც დაწვას. ამიტომ ფერმერებს ზაფხულში ამაზეც თავის სატკივარი უჩნდებათ. განსაკუთრებით რომელ კულტურებს აზიანებს მწველი მზე და რა სახის ოპერატიული ქმედებებია საჭირო მოსავლის გადასარჩენად. რჩევებს დღეს გაგვიზიარებენ ბარაქას კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელი მერი პაპუნაშვილი და ამავე კომპანიის აგრონომი ზაზა ბარბაქაძე, რომლებიც უკვე ჩვენთან ერთად არიან და დღეს აგვიხსნიან, როგორ უნდა მოუფრთხილდეთ მცენარეებს, განსაკუთრებით ფერმერებისთვის იქნება საინტერესო ეს რჩევები, რომლებიც თითქოს უკვე საფინიშო ეტაპზე არიან თავიანთი მოსავლის აღებისთვის და ახლა მცხუნვარე მზემ ნამდვილად არ უნდა დააზარალოს ის, ხო, მერი დავიწყოთ თქვენგან. როგორ დავიცვათ, ხო? როგორ დავიცვათ მცენარეები? პირველ რიგში მოგესალმებით. ვისაუბროთ უშუალოდ მზის დამწვრობაზე, რატომ გახდა ეს ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი. როგორც თქვენ აღნიშნეთ, მზე თავისთავად ძალიან კარგია. ფერმერები მოუთმელად ელოდებიან მზიან დღეებს, რათა უხვი მოსავალი ქონდეთ, მაგრამ ამავდროულად გარკვეული პრობლემების შექმნაც შეუძლია მზის მცხუნვარე სხივებს. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით ძალიან შეიცვალა კლიმატი. განსაკუთრებით ამას ახლა ყველა ადამიანი იგრძნობს, მაგრამ განსაკუთრებით მათთვის უფრო მეტად შესამჩნევია, ვინც სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. როგორც თქვენ თვით, ეს არის ახლა ისეთი პერიოდი, როდესაც ყველა ფერმერს უკვე გარკვეული მოსავალი, ასე ვთქვათ, სახეზე აქვს, მაგრამ რაც მათ შეიძლება პრობლემა შევქმნათ, ეს არის მზის მცხუნვარე სხივები. მომატებული არის ძალიან ტემპერატურების მკვეთრი ცვალებადობები, ასევე ტემპერატურების მზარდი მომატება არის შესამჩნევი და ეს მზის, ასე ვთქვათ, სხივების მავნე ზემოქმედება მცენარეებზე. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი კი აისახება იმაზე, რომ ვიღებთ დაზიანებულ მცენარეს და ამ ყველაფერს შეუძლია საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენოს ფერმერს და დააზიანოს მისი კულტურა. რა თქმა უნდა, საინტერესოა, რომელ კულტურებს ეხებათ ეს, ალბათ ზაზასგან გავიგებთ ამის შესახებ ამომწურავ ინფორმაციებს. ვის ვნებს ყველაზე მეტად დიდი რაოდენობით ჭარბი მზე და მისი დამწვრობა? მოგესალმებით პირველ რიგში, დიახ, სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან ბოლო წლებში განსაკუთრებით თავს იჩენს ისე მრავალწლიანშიც, ერთწლიან კულტურებშიც, ისეთი როგორიც არის ვაშლი ზოგიერთი ჯიში ყველა არ არის ამაზე მიდრეკილი, თუმცა ძალიან ხშირია ბოლო წლებში მსგავსი სიმპტომატიკა, როდესაც მზის მომატებული რადიაცია წვავს და უარყოფით შედეგებზე გავყავართ. ისეთი როგორიც არის მაგალითად ვაშლის ჯიში გრანისმიტი, რომელსაც თავარი ეფექტი საბაზრი ღირებულებას გულისხმობს, ის სიმწვანე ხასხასა ფერის შენარჩუნება, რომელსაც არ ღვევს მზის რადიაცია და ხშირ შემთხვევაში რბილობიც კი ფუჭდება, ნეკროზი წარმოიქმნება მომატებული ტემპერატურის ხარჯზე და ფაქტიურად მე ეს პობაში მიდის ეს ნაყოფი. გემოვნურ თვისებებსაც თვისებებსაც რა თქმა უნდა თავისთავად კარგავს. ასევე ხშირია მსგავსი სიმპტომატიკა კაკალში, რომელიც მე იწვევს, რა თქმა უნდა, რბილობის ნეკროზს და ამ დროს გულის შევსება რა უნდა მოხდეს, იმ ფაზაშია კაკალი, ეს ჩერდება იქ ეს პროცესები და არე ხარისხის გამოდის და ფაქტიურად იკარგება მსგავსი მოსავალი. ასევე ვაზში ძალიან გახშირებულია, იმიტომ რომ ფაქტიურად ბოლო წლების მანძილზე ყოველ წელს მეორდება მსგავსი სიმპტომები, განსაკუთრებით ისეთ ცხელ რეგიონებში, როგორც კახეთია, ეს ყოველწლიურად ვითარდება. თუმცა უნდა აღინიშნოს ამ დაავადებასაც ვერ უწოდეთ, ნუ ეს მექანიკური დაზიანებას უფრო ნიშნავს მზის სხივისგან. უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს უფრო გამოხატულად, მკვეთრად გამოხატულად ვითარდება სამხრეთ-დასავლეთ კონფიგურაციის მიმართულებით, როდესაც მზე ზენიტს გადაცდება. აი ამ შემთხვევაში კიდენ წამოსული სხივი უფრო მწველია. კონკრეტულად აი რომელ რეგიონებს აქვს ძირითადად ეს პრობლემა ან თქვენი მომართვიანობის რაიმე კვლევის საფუძველზე თუ გაქვთ ეს ინფორმაცია ყველაზე მეტად? ჩვენს ქვეყანაში მსგავსი მზის დამწვრობა შეიძლება ყველა რეგიონში განვითარდეს, თუმცა უფრო მწვავედ კახეთში, ქვემო ქართლში და შიდა ქართლის რეგიონებში. უფრო აღმოსავლეთისკენ. უფრო აღმოსავლეთით. და არ ინდობს არც ერთ კულტურას, როგორც მიხვდი, იმიტომ რომ ეს შეიძლება იყოს როგორც ხილი, ასევე ვაზი. როგორც მრავალწლიანი, ისევე ერთწლიანი. ბოსტნეულშიც ძალიან ხშირია მსგავსი სიმპტომები და უბრალოდ გულდასაწყვეტია ეს განსაკუთრებით მწვავე მაშინ, როდესაც უკვე მოწეულ მოსავალს ელოდება უკვე ხილია ნაყოფი კი და ჯამრთელი გაუძლო დაავადებებს, გაუძლო მავნებლებს, მოუარა მეპატრონე, მოიყვანა და ბოლოს მზეწვავს და ეს ძალიან ამწვავებს ამ
მაგრამ ამის დაცვა ძალიან რთულია. თუ რაიმე მექანიზმი არსებობს, რამე ტექნიკა არსებობს, ისეთი რომელიც შეიძლება დავიცვათ ეს ყველაფერი? კი, შესაძლებელი არის ამ პრობლემისგან თავის დაცვა და ჩვენ გვიძლია რომ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ ფერმერებს. პირველ რიგში რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გასათვალისწინებელია ის, რომ ფერმერმა აუცილებლად უნდა აკონტროლოს მუდმივად ტემპერატურა. იმისათვის, რომ სწორად დაგეგმოს აგროტექნიკური სამუშაოები. ახლა ეს რას გულისხმობს? მაგალითად, ახლა მწვანე ოპერაციები არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც უნდა განახორციელოს ფერმერმა თავის მეურნეობაში, ამ ზედმეტი მწვანე მასის მოცილება. მაგრამ მე თუ ვარ ფერმერი და მწვანე ოპერაცია მაქვს დაგეგმილი, ძალიან მნიშვნელოვანია მანამდე ტემპერატურა ვაკონტროლო იმისათვის, რომ როგორც კი მე მწვანე ოპერაციას ჩავატარებ და მაღალი ტემპერატურა არის მოსალოდნელი, აუცილებლად დაწვავს იმ ნაყოფებს, რომელიც მწვანე საფარის ქვეშ არის მოთავსებული და როგორც კი ამას მწვანე მასა მოცილება დაუცველი დარჩება ეს სცენარე, იმას აუცილებლად დაწვავს, იმიტომ რომ არა მხოლოდ მზის მაღალი ტემპერატურა წვავს სცენარეს, არამედ მზის პირდაპირ სხივები, რომელიც იმ დაუცველ ნაწილში მოხდება. ამიტომ ეს ტემპერატურის კონტროლი, სწორ დროს აგროტექნიკური სამუშაოები ეს რაც შეეხება ღია გრუნტში, მაგრამ ასევე რაც შეეხება დახურულ გრუნტს, აი სასათბურე მეურნეობებსაც ძალიან აზიანებს მზე. ამ შემთხვევაში ფერმერებმა უნდა მიმართონ ესეთ გზას, არსებობს სპეციალური ცარცის ბაზაზე დამზადებული ხსნარები, რომლითაც ღებავენ, ასე ვთქვათ, სათბურის ფირს და ეს ეხმარება ფერმერს, რომ დაითვას ეს მზის ულტრაისფერი სხივებისგან მოსავალი. ასევე მათ ჩრდილობელბადეებს აკეთებენ და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო რაც არის და ინოვაციური მეთოდი, ეს არის სპეციალური პრეპარატის გამოყენება კულტურაში, რომელიც ფერმერებს ააცილებს თავიდან მზის დამწვრობას. ეს არის ბელგიურ-ამერიკული კომპანია ტესენდერლოს სურაუნდი, რომელსაც ჩვენს ფერმერებთან მათ მეურნეობებში ვიყენებთ აქტიურად. საქართველოს ბაზარზე არის წარმოდგენილი? კი, არის უკვე წარმოდგენილი, რამდენიმე წელია აქტიურად მოიხმარენ ფერმერები, თუმცა ჯერჯერობით მაინც ახალია და შედარებით პოპულარული არ არის, მაგრამ ძალიან კარგი დაცვა არის ამ პრობლემის წინააღმდეგ. ახლა რა მექანიზმი აქვს ამას? თვითონ ეს პრეპარატიც არ არის, ეს არის კაოლინის, კალცინირებული კაოლინის თიხა, რომელიც სრულიად ბუნებრივი ბიოპროდუქტია, რომლის გამოყენება შესაძლებელია როგორც ბიომეურნეობებში, ისე არა ბიომეურნეობებში. ეს არის ფქვილისებრი მასა, რომელიც იხსნება წყალში და ხდება შესხურება მცენარეზე. მას შემდეგ რაც შევასხურებთ, თეთრ დამცავ აპკს აკეთებს მცენარეზე და ეს იცავს მზის დამწვრობისგან მცენარეს. მაგრამ გარდა იმისა, რომ მზისგან იცავს ეს, ძალიან კარგი დამატებითი სარგებელიც აქვს ამ პროდუქტის გამოყენებას, დამატებით ეს არის ასევე ინსექტიციდი. ანუ მავნებლის საწინააღმდეგოდაც გამოიყენება, იმიტომ რომ როდესაც ამ კაოლინის თიხით არის დამუშავებული მცენარე, როგორც ფოთოლი, ისე ნაყოფი, მავნებელს უჭირს მცენარის ამოცნობა, ვერ ცნობს რომ იქ მცენარეა და შესაბამისად არ ჩჭდება და ვეღარ მავნეობს. ასე ვთქვათ, ორი გამოყენება აქვს ამ პროდუქტს და ძალიან კარგია იმის, როდესაც ჩვენ უკვე ხვდებით ხოლმე, რომ ტემპერატურების მატება არის მოსალოდნელი, ან მკვეთრი ცვალებადობა, ჩვენ ყველა იმ ფერმერს, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს და ვისთანაც მიგვიწვდება, ასე ვთქვათ, ხმავთ ვცდილობთ, რომ ამ პროდუქტის შესახებ გავუზიაროთ და გამოვიყენოთ მათ მეურნეობებში. ხო, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინფორმირებულობა ფერმერების, რასაც აგროკომპანია ბარაკა თქვენ თავით მიზანია, ხო, ეს და ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ალბათ, რომ გქონდეთ ადამიანებს ინფორმაციასთან ცნობა, იგივე იმ პრეპარატების შესახებ, ტექნიკების შესახებ და რაც მთავარია, აგრონომთან კონსულტაციები. აი ბოლო კითხვას დაგისვათ, საინტერესოა, რამდენად ხშირია მომართვიანობა ზოგადად ფერმერების მხრიდან აი ასეთი კითხვებით თუ ინტერესდებიან. მსგავსი სიმპტომების პერიოდი ზუსტად ახლა იწყება, ივლისი-აგვისტოს პერიოდში ვითარდება და ყოველწლიურად მოგმართავენ ფერმერები. გარდა ამისა, ჩვენ როდესაც მივდივართ, შეიძლება ფერმერმა ვერ მოახდინოს ამის იდენტიფიცირება, რომ ეს რა არის, რა დააზიანა ჩემი ნარგავო, მაგრამ ჩვენთვის ძალიან ადვილი შესამჩნევია, როდესაც მეურნეობაში შევდივართ, პირდაპირ თვალში საცემია მსგავსი სიმპტომები. შემდეგ ამის განმარტება ხდება, რა თქმა უნდა, რეკომენდაციებსაც ვაძლევთ, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი. მერიკომ ასევე აღნიშნა მწვანე ოპერაციები, რომელიც ძალიან საფრთხილოა ზაფხულის პერიოდში და მისი აგროვადებიც ემთხვევა აი მოჭარბებულ მზეს და ცხელ ამინდებს. ამიტომ კარგი იქნება, ისე უნდა გავიმეორო ეს რეკომენდაცია, რომ როდესაც ვაპირებთ მწვანე ოპერაციებს, უნდა გავითვალისწინოთ ამინდები, ტემპერატურული ამპლიტუდის მერყეობა და ასე შემდეგ.
და რაც მთავარია, უნდა გამოვიყენოთ ეს თანამედროვე პრეპარატები, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავუმკლავდეთ ამ ცხელ დღეებს დანაკარგების გარეშე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მერი პაპუნაშვილი ბარაქას კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელი გსტუმრობდა ზაზა ბარბაკაძესთან ერთად, რომელიც ბარაქას აგრონომია დაგემშვიდობებით.